მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ერთ საინტერესო საკითხზე, რომელიც გავრცელებულია და ხშირად მხვდება ესეთი კომენტარები და ძალიან ბევრი მწერს იმას, რომ წყალი ძალიან მალე ცივდება, ფეჩი ძალიან გრილ ჰაერს უშვებს, ძალიან ნელა იმატებს წყლის ტემპერატურის დონე, ან თუ მოიმატა ძალიან მალე ეცემა დაბლა. მსგავსი რაღაცები მეგობრებო ახასიათებს ერთ-ერთ დეტალს, რომელსაც ქვია ჟალუზი, რომელიც უყენია, ცხაურა რო არის მაგისა და რადიატორის შვაში პირდაპირ. ანუ ახლა ეს რა საკეთებს ნახეთ. როდესაც მანქანას ამუშავებთ, აქვს რამოდენიმე 3-4 ფრთა და აი ესე მოძრაობს. როდესაც მანქანას ამუშავებთ, აი ეს ფრთა იკეტება და დაკეტილია იქამდე, სანამდე წყლის ტემპერატურა არ მივა განსაზღვრულ დონეზე. როგორც კი ტემპერატურა აიწევს, წყლის გადადუღებისაგან რომ თავი დაიზღვიოს მანქანამ, ეს ჟალუზი ისევ გაიღება. და შემდეგ სიარულის დროს, ცივი ჰაერის მოხვედრის დროს, რა თქმა უნდა, უწყობს ხელს წყლის გაგრილებაში. ძალიან ბევრ მანქანას არ უყენია ჟალუზი, არ აქვს, ამოღებული აქვს საერთოდ, ან თუ აქვს დაყენებული, არ მუშაობს, გაჭედილია და აი ეს ფრთები არ მუშაობს. და ეხლა მინდა ამ ვიდეოში გაჩვენოთ, ჯერ გაჩვენოთ სადა აქვს დაყენებული და მე როგორ შევამოწმოთ აი ამ ჟალუზის ვარგისიანობა, მუშაობს თუ არა. წავედით. მეგობრებო, აი ამ ცხაურაზე მაქვს საუბარი. დაინახავთ ფრთებს და აი ამ ფრთების შიგნით დააკვირდით ჩანს კი რადიატორი. ეხლა როგორც კი მანქანას დავქოქავ, აი ეს ფრთები დაიხურება და ეს რადიატორიც დაიფარება და ეს ხელს უშლის უკვე ცივი ჰაერის მოხვედრას. მოდი ეხლა დავქოქოთ. აი როგორ მოძრაობს, დააკვირდით მეგობრებო. ნახეთ. წამით. და აი იწყებს დახურვას. მანქანა ეხლა არის დაქოქნილ მდგომარეობაში და უკვე ჟალუზი დახურულია. ნახეთ. აი ჩანს ხო კარგად. აი ეს მსგავსი მდგომარეობა ესეთ სიტუაციაში ეს უწყობს ხელს, რომ რადიატორში წყლის ტემპერატურა დიდხანს იყო შენარჩუნებული. მეგობრებო, ეს იყო სულ. თქვენ უკვე იცით თუ როგორ მოვძებნოთ ჟალუზი, ასევე იცით თუ როგორ შევამოწმოთ მისი მუშა მდგომარეობა და ამისათვის სულაც არ არის საჭირო მოხელესთან სიარული, დიაგნოსტიკის აპარატის დაერთება და თანხების გადაყრა. მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს ყველაფერი. და თუ კი არ მუშაობს, მერე უკვე შეგიძლიათ მიმართოთ ელექტრიკს, შეგიმოწმონ, შეიძლება გაჭედილი იყოს თვითონ ჟალუზი, ან და თვითონ კაბელში იყოს პრობლემა. დანარჩენი უკვე ელექტრიკის საქმეა. თავარია ჯერ თქვენ შეამოწმოთ ეს ყველაფერი, შემდეგ უკვე კი მიმართავთ ელექტრიკს. მე კი დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს და თუ კი მოგეწონა ჩვენი არხი, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ, რათა მსგავსი ვიდეოები არ გამოგჩნდეთ. კარგად იყავით და მოვალ შეხვედრამდე.